მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, ტაროსკოპის არხის მაყურებლებო, მსმენელებო. ცოტა დამაგვიანდა თქვენთან გამოსვლა ისევ კავშირზე. დიდხანს გაიწელა ეს პაუზა, თუმცა დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. დღეს მე გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, კლასიკური ვეიჯის დასტას, რომელთაც დავადგენთ ძირითად ენერგიებს, დასტას. გამოვიყენებ ჩვეულებრივი პოკერის დასტას და გამოვიყენებ ორაკულებს. Ამ ორაკულებს, რომელიც შეიცავენ მოკლე გზავნილებს თქვენთვის, იმისათვის რომ უფრო მარტივად გაიგოთ თუ რაზე იქნება დღევანდელი გზავნილი თქვენთვის. დღევანდელი თემა იქნება ისეთი: ქალი უფროსი, მამაკაცი უმცროსი. და დასტა პრინციპში უკვე კარგი ხნის საჩეხილი მაქვს, გამზადებული მაქვს, თუმცა მოდით კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ავჩეხავ და ვნახოთ. პირველ რიგში ვნახოთ თქვენი ენერგიები, შემდეგ გადავიდეთ და ვნახოთ მამაკაცის ენერგიები, ვნახოთ თქვენ შორის რა ენერგია არის ამჟამად, რა გიშლით ხელს, მას რა უშლის ხელს და გამოსავალი. პროგნოზი მოკლევადიანი ავიღოთ თქვათ ერთი თვის პერიოდი. პირველ რიგში ვნახოთ თქვენი იმყოფებით დაბრუნების გზაზე ქალური ენერგიების, მიმღების, ესე ვთქვათ, ნაყოფიერების პასიურ მდგომარეობაში, რომელიც არა ნეგატიური კონოტაციით ამ სიტყვის, არამედ ამ სიტყვის ძალიან ყველაზე ნათელი გაგებით ქალური ენერგიები, იმპერატრიცა, იმპერატორი ქალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის გამოიარა გარკვეული გზა, ვიდრე ამ ქალურ ენერგიებში დაბრუნდებოდა და უბრუნდებოდა თავის ნამდვილ მართალ ჭეშმარიტ არსს, მისი სულის, მისი პიროვნების. ამჟამად ამ ესეთ ენერგიებში იმყოფებით. ნახოთ მამაკაცი პარტნიორი როგორ ენერგიებში, კონფლიქტურ ენერგიებში. მას სავარაუდოდ თავის საკუთარ თავთან აქვს საკმაოდ დიდი კონფლიქტი, მასში მიდის ბრძოლა საკუთარ რაღაც შინაგან ხმებს შორის ბრძოლა. შეიძლება იყოს ბრძოლა მის ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, რაღაცა კონფლიქტი, შინაგანი კონფლიქტი, შინაგანი დაძაბულობა და გაურკვევლობაში არის. თუ თქვენ ხართ ენერგიაში, როდესაც თქვენ უკვე პასიურად ელოდებით, უკვე მოქმედება შეჩერებულია და ელოდებით ესე ვთქვათ, გარემოს, სხვა ადამიანს, იგივე პარტნიორს, სხვა შორის მოლოდინებზეც ვისაუბრებთ, ხო? უფრო დეტალურად. ამ შემთხვევაში მამაკაცი უმცროსი, თქვენ პარტნიორი ან მეუღლე, რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენი გულის სწორი, ესე ვთქვათ, იმყოფება საკმაოდ დაბნეულ ვითარებაში, როცა ვერ აწყობს გეგმებს, მუდმივი შეჯიბრების, მუდმივი საკუთარ თავთან მუდმივი ესე ვთქვათ, გამოცდის და შეჯიბრების პროცესშია. თქვენ შორის ენერგია ამჟამად, თუ ეს ადამიანი, თუ თქვენ შორის ახლა პაუზა არის, აუცილებლად იქნება კომუნიკაცია, ეს კომუნიკაცია იქნება ძალიან ინტენსიური და სწრაფი, ოღონდ ასევე შეიძლება იყოს, რადგან ეს საჯარო გაშლაა და ასე ვთქვათ, საჯაროდ შესაძლებელია, რომ ყველაზე არეზონირდეს აღნიშნული, ესე ვთქვათ, გზავნილები, შესაძლოა იყოს ჩიხური მდგომარეობა თქვენ ორს შორის, თქვენი ორის ამჟამინდელ ენერგიებს შორის. თქვენ ხართ მიმღების პოზიციაში, გახსნილი გაქვთ ეს ქალური, ფემინური ენერგიები, რა დროსაც თქვენ უკვე პასიურ როლში ბრძანდებით და მაგრამ ეს ადამიანი არ არის მზად იმისთვის, რომ ის რასაც თქვენ ელოდებით, ეს მოგცეთ, ან რაღაცნაირად დაბალანსდეს ეს ორი ენერგია. აქ უფრო ჩიხური ვითარებაა და
რაღაცნაირად კომპლექსდება ეს მამაკაცი, აი ქალბატონის ინტელექტით, განვითარებით, მდგომარეობით, მენტალური მდგომარეობით, ხო? მენტალური სიმწიფით მე ესე დავარქმევდი, როდესაც ქალი აშკარად ასაკითაც უფროსია და თან ამავე დროს მენტალურადაც ცნობიერ დონეზეც გაცილებით წინ არის ვიდრე მამაკაცი. თქვენ რა გიშლით ხელს ამ შემთხვევაში? თქვენ გიშლით ხელს ამ ურთიერთობის დარეგულირებაში სწორედ ეს მოთხოვნილება, რომ იმდენად თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება, მოდის სწორად გავიგოთ ეს ცნება, შინაგანი თავისუფლება, სილაღე, ბავშვური სინათლე, საკუთარი ბავშვის კარგად ყოფნა, ხო, შინაგანი ბავშვის კეთილდღეობა, რომ აი პრინციპში ინფანტილიზმიც, ხო, ოღონდ კარგი გაგებით, ინფანტილიზმი იმ გაგებით, რომ აი ეს ბავშვური ხასიათი, მუდმივი განახლების სურვილი, რაღაც ახლის კეთების სურვილი, გიშლით ხელს იმაში, რომ გაუგოთ ამ ადამიანს და გაიგოთ მისი ეგრეთ წოდებული სიყვარულის ენა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ 5 სიყვარულის ენა არსებობს. ერთია შექება, მეორე არის ფიზიკური სიახლოვე, მესამე არის საჩუქრები, სიურპრიზები, მეოთხე არის როგორ თქვა, მეოთხე რა არის? გავიხსენე კი შექება, ფიზიკური სიახლოვე, საჩუქრები, სურვილები, საუბარი, კომუნიკაცია და ერთად დროის გატარება. ხო, თუ არ ვწდები ესეა. თუ ვწდები, კომენტარებში დამიწერეთ თუ რომელიმე არასწორად თქვი. ყოველ შემთხვევაში ახლა ესე გამახსენდა. იმის თქმა მინდა, რომ აი თქვენ როგორც ქალბატონს იმის გამო, რომ თქვენ მუდმივად ეძებთ თქვენ თავში ბავშვურ ენერგიებს და აი ძიების პროცესში ხართ. თქვენ არ გაქვთ დასრულებული ეს ძიების პროცესი. ეს კონფლიქტში მოდის ამ მამაკაცის ეგოს მოთხოვნილებებთან, მოდით ესე დავარქვათ. რომ ის იქით არის საშუალი და თქვენ ამ დროს თქვენ ტრანსფორმაციულ გზას გადიხართ. რა უშლის ხელს ამ მამაკაცს? ნუ სავარაუდოდ ქალბატონი არის აქ. გამოჩნდა პირდაპირ ქალბატონი. შესაძლოა ეს იყოს ჰაერის ნიშანი მის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ქალბატონი. შეიძლება იყოს დედა, და ან ასე ვთქვათ, მესამე ქალიც შესაძლოა იყოს სამკუთხედით, საჯარო გაშლა და მოდით არ დავკონკრეტდეთ, მე ვეცდები რომ მომავალში გავაკეთო უფრო სხვადასხვა ვარიანტები, რომ თქვენ გქონდეთ არჩევის საშუალება. ყოველ შემთხვევაში მას აი ამ თქვენთან ურთიერთობის სტაბილიზაციაში და რაღაცნაირად ურთიერთობის აღდგენასა თუ განახლებაში უშლის ის არქეტიპები, ის ქალური არქეტიპები, რომელიც მის აზროვნებაში ძალიან მყარად არის ჩაბეჭდილი, დედის სახით, დის სახით, ქალბატონის არქეტიპის სახით, ვისაც მასზე აქვს უდიდესი გავლენა, ცხოვრებისეული გავლენა. და მოდით ვნახოთ გამოსავალი რა არის. გამოსავალი არის თქვენი დახმარება ამ ადამიანს. თქვენ უნდა გაუგოთ ამ ადამიანს. ოღონდ გაუგოთ არა ისე, რომ თქვენი დათმოთ თქვენი თავისუფლება, არამედ ისე, რომ ძალიან ჭკვიანურად, ესე ვთქვათ, ჭკვიანურად დაგეგმოთ ის ენერგია, რომელსაც გასცემთ ამ ადამიანის მიმართ. ისე არ უნდა ქნათ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ესე ვთქვათ, თქვენ დაიხარჯოთ მაქსიმალურად, ხო? და საბოლოოდ თქვენ დარჩეთ ემოციურად ცარიელი, გამოფიტული და ამ ადამიანს მიუძღვნათ, ესე ვთქვათ, თქვენი ენერგიები. ნუ პრინციპში აქ თქვენს შესაძლებელია ეს იყოს თქვენგან წამომავალი აქცენტი იმაზე, რომ აი ფუქსავატობა არ არის გამოსავალი. აი მე ახლა ამ ენერგიას ვხედავ აი აქ თქვენსა და ამ ადამიანს შორის. გარკვეულწილად ეს არის ბრძოლა, ბრძოლის ენერგია. თქვენსა და მამაკაც, უმცროს მამაკაც შორის. მე ასეთი შთაბეჭდილება გამრჩება, რომ თქვენ არ გსურთ ამ ურთიერთობაში გაუთვალისწინებელი ნაბიჯების გადადგმა, ისეთი
მოქმედებების განხორციელება, რომლის დასასრულიც თქვენთვის ცნობილი არ არის, ან რისკები არ არის სათანადოდ შეფასებული. მოდით უფრო მეტად განმარტოთ ეს გამოსავალი და პირდაპირ ამოვარდა ოთხიანი თასების ოთხიანი, იგივე ოთხიანი გული ამ შემთხვევაში და ეს რას ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს ემოციები მოთოკეთ, აბსოლუტურად მოთოკეთ ემოცია და ეცადეთ, რომ მამაკაცთან ურთიერთობა იყოს ძალიან წინასწარ გათვლილი. მამაკაცთან ურთიერთობა იყოს წინასწარ გათვლილი. თქვენ ხომ შეისწავლეთ მისი ხასიათი. თქვენ იცით ის რაზე ღიზიანდება, რაზე არ ღიზიანდება, რა ატრიგერებს, ესე ვთქვათ, მის ქცევას და ეცადეთ, რომ ემოცია ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, თუ როგორც ამბობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავშეკავება მე ეს მომდის ახლა. აბსოლუტურად ეს მომდის. ხო, რომ თავიდან ავიცილოთ გულის ტკენა და გაუგებრობა. ეცადეთ, რომ წინასწარ დაგეგმოთ მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია. თუ თქვენ შორის ახლა არის პაუზა, ემოციებს ნუაყვებით. მე მინდა შემიძლია ესე გითხრათ, რომ შემდეგ უკვე გაუთვალისწინებელი შედეგები არ მოყვეს ამ ყველაფერს და იყავით ოდნავ თავშეკავებული, დისტანციაზე ოდნავ თავშეკავებული. საბოლოოდ მოდით ვნახოთ. თუ რა გზავნილი აქვს თქვენთან ამ გაშლას. ვისი გაკეთება არის შესაძლებელი. ინტუიცია გკარნახობთ, რომ ახალ ემოციურ სიხშირეზე, ახალ ემოციურ მდგომარეობაში უნდა გადახვიდეთ. რომ უნდა ჩახსნათ ძველი წყენები და ივიწყოთ წარსული, გაანულოთ აბსოლუტურად წარსული და სამყაროს მიენდოთ. ნახეთ, როგორი გამოსახულებაა. მიენდეთ სამყაროს. თქვენ მარტო თვლით, რომ ხართ, მაგრამ სინამდვილეში არ ხართ მარტო. ღია გულით. Gentle, loving, dreamy, open-hearted, ხო? ნაზი, მოსიყვარულე, მეოცნებე, გულღია. იყავით დარჩით სამყაროს მიმართ. ღია. გახსნილი. ღია გულით, იმოქმედეთ გულით, გრძნობით და ენდეთ. ნდობა, თავარია ნდობა. ღმერთი უფრო იმაზე მეტად კარგს გიმზადებთ, ვიდრე თქვენ ეს ახლა გგონიათ. მომავალი გაცილებით უფრო ახალია, თქვენ შეიძლება მიიღოთ გარკვეული ტიპის რაღაც ახალი შემოთავაზება, შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობაც. ამიტომ მიედეთ სამყაროს და ნაკლებად იფიქრეთ წარსულზე და ნუ გაიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებიც დაუშვით. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. თუ სხვა შეცდომებზე ვერ სწავლობთ, დრო ავისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე. რომ თავიდან ავირიდოთ გულის ტკენა. ეს იყო ჩემო კარგებო, მე გემშვიდობებით სულ ცოტა ხნით, ჩვენ დავბრუნდებით დეკემბერში, დეკემბრის თვის ანალიზით და გაშლებით. გისურვებთ ბედნიერ მადლიერების დღესასწაულს უკვე ახლოვდება და მარხვის აღებაც უკვე ახლოვდება 28 ნოემბრიდან, ასე რომ იყავით მადლიერებაში და ბედნიერება არ დააყოვნებს. ნახვამდის.